რო გავიხედე, ეს ჩვენი მეზობელი დადიოდა ტირის თოფით, ერთხელ მოახდინა და კიდე ეძებდა, მეორედ კიდე ძაღლი გაიქცა. რო ვერ ნახა, რომ აღარ არის, ამოვიდა სახლში. იმ მომენტში იმაში აივანზე გამოვედი და ვიკითხე, მოკვდა მეთქი ლეკვი თუ არა და არ ვიცით ისა და ვიყვირე, მე გამოვედი მეზობელთან ჩავდიოდი პატრულში დავრეკე და სახლიდან გამოვიდა კეტავდა კარებს. მეც უთხარი, რომ არ აქ ცხენია, მე უთხარი რასაკეთებ, ის პატარა ლეკვები არა და დედის თავზე დამახურა. ეგრე არ უნდა მეთქი. მოხდა რაც მოხდა. ანუ ხშირად გამორჩევა ეს ძაღლებით მოწავლა 3 ძაღლი ჯიშიანი, ერთი მეზობლის ავჩარკა, ერთი ლაიკა და კიდე ძაღლი ისე იყო რა, აი ჯიშიანი არ იყო, მაგრამ ძაღლი ხო იყო, სულიერი ხო იყო, არავის არაფერს არ უშავებენ ეგ ძაღლები. რას ერჩის მე არ ვიცი. ანუ ძაღლების მიმართ არის აგრესიული ეს? აგრესიული, მაწუხებენ, რატო აწუხებენ მე არ ვიცი. არავინ არაფერს არ აწუხებს. თვითონ აწუხებს ალბათ რაღაცა თორე. ტირის თოფით ხოცავს მე? ეს ტირის თოფით ეს ლეკვები და ისინი ალბათ ვირთხის წამლით. იმიტომ რომ ისეთ საშინლად წვალობდნენ რა, რო იხოცებოდნენ და ის ავჩარკა მეზობლის რო კვდებოდა ერთზე იგი რამის მეც არ მოვხდი იყო. რამდენი ლეკვი მოკლა ხალბატონო? 3 ძაღლი, 1 ლეკვი და ეს რაც მე ვიცი და რაც არ ვიცი კიდე ქვეყანა ბალანჩივაძეზე კიდე იხოცებოდნენ ძაღლები. რა საკის არის ეს მამაკაცი? 45 წლამდე. და თქვენ ახლა პოლიციაში მოხვედით და განაცხადეთ ამის თაობაზე? მე დავრეკე ეგრე. იმიტომ ამის ყურება და ამის სატანა აღარ შეიძლება. ბავშვებს აყურებინებს, ბავშვი ეფერებოდა ლევს, გაიწი შენ იქეთო, ბავშვს უთხრა და დაახარა ის თოფი. აი ბავშვმა რა უნდა ისწავლოს? სადისტობა, მკვლელობა? რა უბანზეა, რომელი მისამართია ეს? ბალანჩივაძეზე.